გამარჯობა, ვინ არის ეს ბავშვი? ან ყურს 1.15 ყვარს გავაკეთებ, ხო? კი, დაახლოებით ეგრე შეიძლება გმირით არ ვიცი. გაჩნია დანარჩენი ფული, დანარჩენი ფული ეს უკვე შენ და მე არ გვიხება. არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩებში ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ყუთებით გადაადგილდებიან. მისთვის ითხოვენ დახმარებას და რა საერთო აქვთ იმ დაავადებულ ადამიანებთან, რომელთა ფოტოებიც ყუთზე აქვთ განთავსებული. ბიზნესი ქველმოქმედების სახელი თუ უანგარო დახმარებას ნეული ადამიანებისთვის, სადგადის სხვარი ქველმოქმედებასა და თაღლითობას შორის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ყუთიანებისთვის თბილისის მეტროპოლიტენია. აქ მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ერთი და იგივე სახეებს შეხვდებით. ყუთებზე განთავსებული სხვადასხვა მცირეწლოვნების ფოტოებით. ყუთის დამტარებლები ხშირ შემთხვევაში არ იცნობენ დაავადებულ ადამიანს, მაგრამ მისი ავადმყოფობის ისტორიას ედმიწევნით იციან. მოწყალების მთხოვნელები ყვებიან, რომ დაავადებულის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკება აქვთ, რა რაოდენობის თანხა უნდა მიაწედონ თითოეული ყუთიდან. თანხა და ვადები ინდივიდუალურად თანხდება. ასევე დადგენილია ყუთის მტარებლის ყოველდღიური სარგებელი. ჩვენ გვაძლევთ დღეში 20 ლარი სუფრეთი. როგორც გადახდა. კანონიერი გადახდა? აბა, პირდაპირ ყუთიდან რასაც და იმას 20 ლარი რო ვაგროვებთ, ანუ ერთ ჩემი ხელფასი იყო ხარ. 3 საათში 20 ლარი. დიახ. და თანათან კიდე ბევრი ხალხი მუშაობს? ეხლა არ ვიცი, მაშინ მუშაობდით 10 კაცი. დიახ. და ანუ თქვენ რო გამოდიხართ ეხლა მარტო? ჩემი გამოდივა მიჭირდა და აქედან გამომდინარე და მეორე კიდე ბავშვი. როგორც ირკვევა მეტროპოლიტენში საქველმოქმედო ყუთით გადაადგილების ორგანიზებას საქველმოქმედო ორგანიზაცია დარეგისტრირებული ფონდი მომავლის იმედი ბავშვებს ახდენს. სპეციალურად თანხის შესაგროვებელი ყუთების აღებაც ამ ორგანიზაციიდან ხდება. შესაბამისად ყუთში შეგროვილი თანხაც იქ ნაწილდება. ჩვენ მათ წარმომადგენლებს სტუდენტებად გავეცანით და მეტროში ყუთებით მუშაობის დაწყების თხოვნით მივმართეთ. ვიწერთან გავარკვევთ ხა ჩვენ. ჩემი ნომერი მომეცი. კი. დაგირეკავ. და გაგაგებინე, თუ ვინმე წყვილის კიდევა გამოსავებს ფულში, თუ არა და მაშინ ნახოთ შეიძლება ჩვენთან გამოსავება. 10 წელში ერთხელ მიდაქვს ფული ბავშვთან. ხო, ანუ ჩვენ არ მიგოქვს ბავშვის მშობელი მოდის თვითონ. ანუ ეხლა რომ ბავშვს მუშაობ, იმას ბანკში ვუყავ, იმიტომ რომ თურქეთშია ეხლა. აჰა. და რამდენს აძლევს? ეხლა ამ მაგრამ ბავშვის ფული რაც უნდა გადაიდოს იმას ვდებ. ხო. შემდეგ დანარჩენს ამ რობოტებს შემუშავებ მაშინ 12 წელს ვიყოფენ. ან ყურს 1.15 ყვარს გავაკეთებ, ხო? კი, დაახლოებით ეგრე შეიძლება გმირით არ ვიცი. გაჩნია დანარჩენი ფული, დანარჩენი ფული ეს უკვე შენ და მე არ გვიხება. ხო, ეს ვისახებ. ეს ჩვენც არ ვიცით ვისახებ. ინახება, მაგრამ ეს უფრო ოპერაციის როცა მოდის ხორთან მიცხოვოთ. ან მოკლედ, წადი მარკეტილში. და მარკეტილში მეტყოდა როგორც ჩამოხვალ, იკითხე მაღაზია იდენი. სპორტების დაიმების მაღაზია. ხო. მაგის მე-6 სართულზე არის ოფისი მომავლის იმედი ბავშვები. საბოლოოდ ჩვენი ჟურნალისტები მუშაობის დაწყების მიზნით ვარკეთილში მდებარე საქველმოქმედო ორგანიზაციაში მივიდნენ. ესე თუ სტატში არის ადამიანი
ან რამდენსაც შეაგროვებს იმის რაღაცა. მომავლის იმედთან თანამშრომლობა არ შედგა, ამიტომ საქველმოქმედო ყუთი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. ბავშვის ფოტო ინტერნეტით მოვიძიეთ, ეგრეთ წოდებული ავადმყოფობის ისტორიაც მოვიგონეთ და მეტროში ჩავედით. რამდენიმე წუთში ყუთის ახალ მფლობელთან ჩვენთვის უკვე ნაცნობი ეგრეთ წოდებული ქველმოქმედები გამოჩნდნენ და კონფლიქტიც დაიწყო. ჩვენ დაგინახეთ, თორე საერთოდ მეტროში ვიცა შედის იმან რო არ დაგინახა და არ გადაგიდო გარეთ შესწავლად ხორო არა ხუთი როია რო იმას აპირიანია და საერთოდ ხელს გაგაკეთე ეს ხუთი დაგიქნა შენ თვითონ ფული არ მოყაროთ და შენ რა გეკუთვნი შენ თან ბანკთან არ მიგავს შენთან ხაჯიბეში იდე აი ამას იცი რა მაინტერესებს ანუ საბუთები რო წამოვიღოთ ხოლმე მაინ ჩემიქნის ის ვიღაც ხალი პრობლემას რომ ვიღო მეტროპოლიტენში არა მომისმენე ის ხალი პრობლემას იმ შემთხვევაში შეგიქნოს თუ ხუთი არ გექნება დამოკიდებული შენ ჩემთან არ შეგექნება პრობლემა შენ შეგექნება პირველ რიგში ხალხთან და ანუ ეს უფროსი საერთოდ ანუ ვერ უფროსი რას ნიშნავს ანუ ეს ხო რომ მოდივარ ის ამოწმებს უთები დალუქული გვაქვს თუ არა რა ქვია ამ ხალხს იმონაქვია ამას ეხლა რა უნდა გითხრათ ჩვენ ვიღებთ 15 კლასს ანუ ეხლა მე ჩემი არა მალევე დიდუბის მეტროსადგურში ვინმე ილონაც გამოჩნდა. დაახლოებით 10-მდე მოწყალების მთხოვნელ ყუთიანებთან ერთად. კონფლიქტი მათ და ჩვენს გაგზავნილ ქალბატონს შორის უფრო გამწვავდა. ხურდები გიყრია ყუთში. ხოიცა ერთი წუთი რა ერთი წუთი შენ საერთოდ არ უნდა მელაპარაკო. ერთი წუთი ვერ გავხარდები. კი ეს არის. აი მითხარი რა საბუთები მოვიტანა რა საბუთი აი ბავშვის საბუთი. და ის მაშინ შენც მაჩვენე საბუთი შენ რატომ უნდა მოგიტანო ეს. აი ვინ ხარ ილონა რა გვარი ხარ? გვარი რა შენი საქმეა? აბა რა შენი საქმეა მე ვივლი თუ არა კაც ხალხი მეხმარება ხა? შენ გეხმარება? საბუთი მოიტანე ბავშვის არა მოიტანე შენ გეხმარება ხალხი? მე ეხლა საბუთი მოიტანე მალო ეხლა მე გეკითხები ილონა აღარ გეკითხება უკვე საბუთი მოიტანე შენ გეხმარება ხალხი? შენ გეხმარება თუ ხალხი? შენ გეხმარება თუ ბავშვს ეხმარება ხალხი? ვის ეხმარება ხალხი? რას ქვია და შენ მე სახელს მიფუჭებ აქ შენ ეგ არის ხო და მაგიტო გეუბნები ბატონო ილონა მაინტერესებს თქვენ რატომ უნდა მოგიტანოთ ეს საბუთები მე გეტყვი რატომ უნდა მოუტანო იმიტომ რომ შენაირებმა აქ არიან რომ მაგიტო უნდა მოუტანო ვინ არის და შეფია აქ ვისაც ხედა ყველა შეფია ურთიერთშელაპარაკება პატრულსა და დახმარების მთხოვნელებს შორის გაგრძელდა. აბა რა ზები ხარ მუშაობ ბავშვი ჯერ შედა რა ცილაპარაკია როგორ ადრუმა აი გეხოდა პროექტი რა დალუქული ყოფი რა მნიშვნელობა დალუქული გრაუ თუ გახსნილია დიდი მნიშვნელობა რას ლაპარაკობ ესენი ხომ იარბერინები წამოდი რა ილონა წამოდი საწამო ვერა პრეტენზია გაქვს ამ ხალბატონს მე რა დაგვესიე და მე ვახლა მე დაგესიე ბიჭო საბოლოოდ გავარკვევთ, რომ ვინმე ილონას ნებართვის გარეშე თბილისის მეტროში თანხის შესაგროვლად ჩასვლას ვერავინ ბედავს. ვინ არის ილონა და ვისთან მიაქვს ავადმყოფი ბავშვების სახელით შეგროვილი თანხა უცნობია. შენ სიტყვაზე გააკეთებ დღეში 100 ლარს და ამ 100 ლარიდან 3 ლარი და 5 ლარი რო ერიცხებოდეს ბავშვს, ეს არის სამართლო თანხა. ეს არის საქართველოში ბიზნესი. ჩემ შულზე მე თვითონ რო არ გამეკეთებია ეს და მე თვითონ ეს ნაბიჯი ძალიან გამიჭირდა რომ გადავდგე ეს ნაბიჯი ხათუნა ტაბაღუას საკუთარი შვილის დასახმარებლად მეტროში მომუშავე ქოლმოქმედებთან შეხება რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, თუმცა მალევე მოწყალების სათხოვნელად ყუთით ხელში სიარული თვითონ დაიწყო. დავდიოთ ესე ქუჩა მეტროებში, ავტობუსებში, პადიეზდებში, რა ვიცი, არ ქონდა მას მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე ძნელი ის გამიხდა, რომელიც აი ჩემი შვილის სურათი სარეკლამო მეტროებში, პადიეზდებში რო გააკრა და ის სურათი რო გამოიყენა ადამიანმა. მოვდივარ და ვდგავარ გაჩერებაზე. პარკში ჩავდები ეს ყუთი ყველაფერი და დგას ვიღაცა ქალი. ხო და რო შევხედე ჩემი შვილის სურათი თუ ჭირავს ყუთი გაცო. გავოგნი ეს ქალი ვინ არის საერთოდ არ ვიცი ვინ არის და როგორ უჭირავს ჩემი შვილის სურათი მეთქი. მივედი დავეკითხე ვინ ახართ ხალბატონო მე უთხარი ამ ბავშვის და მეუბნება დედა ვარო.
ვაიმე როგორ დედა რა ჭირს თქვენ შუს მეთქი და დიალიზი არისო ჩემი შვილი. კვირის პაიტრაში ამაზე სტატია მქონდა დაწერილი სიცოცხლის მოვაჭრენი თქვა. და ვეკითხები ამ ქალბატონს რა ჭირს რომ ვერც დიალიზი ამიხსნა ამ ქალბატონმა რა იყო ვერც ვერაფერი და მეც როგორ შევიკავე თავი არ ვიცი საერთოდ. დღემდე არიან მშობლები, რომლებიც დახმარებას პერიოდულად საქველმოქმედო ყუთებიდან იღებენ. მაგალითად ელზა ციკლაური, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდნენ და მისი შვილის დასახმარებლად თანხის შეგროვება შესთავაზეს. ფოტო თვითონ გადაუღეს, ყუთიც თვითონ გააკეთეს, ჩვენ მარტო რაც მოგთხოვეს, ეს იყო ანგარიში გაგვეხსნა ბანკში. ეს გოგო დადიოდა ამ ყუთით და რას აკეთებდა, რას შოულობდა, მე ეს არ ვიცი. იმას, რასაც გვაძლევდა, იმაზეც მადლობლები ვიყავით, იმიტომ რომ ეს ჩემი შვილისთვის ისიც მნიშვნელოვანი იყო იმ წუთში. ახალი წლები იყო, რომ მითხრა, იცით რა არის, არ გროვდება აღარაფერი და აზრი არ აქვს ჩემს სიარულს. უნდობლობა გამოიწვია, იყო რაღაცა და აღარც მჯეროდა ხოლმე. 3-4 დღე რო გავიდო და მაგალითად ჩარიცხა 25 ლარი, აი იშვიათად შეიძლება 20, მაგრამ მე შეიძლება 1 კვირა ნახევარი, 2 კვირაც გასულიყო, შეიძლება 5 დღე გასულიყო, შეიძლება 1 თვეც გასულიყო. აი რო ვეტყოდი რომ რა ხდება, რო ვეტყოდი რომ სათხარ მიზეზი ქონდა, ხან დედა იყო ცუდად, ხან თვითონ იყო მერთმა ჯანმრთელად ყოფილს, ხან ბავშვს რაღაცას მოიმიზეზებდა და მე არ ვიცი ის დღეები რას აკეთებდა. არ ვიცი. საბოლოოდ ელზა ციკლაურს თავისი შვილისთვის შეგროვებული დახმარების მიწოდება შეუწყვეტეს. არავინ იცის გამოიყენებენ თუ არა თანხის შეგროვების მიზნით 12 წლის გიორგის ფოტოს, ისე როგორც მაგალითად ეს გიორგი კარბელაშვილის შემთხვევაში მოხდა. 2014 წელს მან თავის მეგობრებთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვისთვის თანხის შეგროვებას, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა. 2014 წელს ვისთვისაც დავიწყეთ ეს ბავშვი სამწუხაროდ გარდაიცვალა. ოჯახთანაც ახლოს ვიყავით, ეს ბავშვიც ძალიან გვიყვარდა, ვნახულობდით და საკმაოდ კივნეული იყო ჩვენთვის ეს თემა რა და ერთ საღამოს რომ მოვდიოდი სახლში, შუქნიშანზე მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, შესაწირი ყუთით ხელში და ჰქონდათ ამ ბავშვის სურათი, რომელიც უკვე 8-9 თვის გარდაცვლილი იყო რა. და ეს ახალგაზრდა ადამიანი მიხსნის, რომ ბავშვს ჭირდება დახმარება, სავარაუდოდ ინტერნეტიდან მოიძიეს ეს ინფორმაცია. თავი შევიკავე ყველანაირად რა, ვეცადე რომ ანუ არც აგრესიით და არაფერი, უბრალოდ გამოვკითხე რა. აღმოჩნდა რაღაც საქველმოქმედო ორგანიზაცია, თავისი საიდენტიფიკაციო ნომერიც ჰქონდათ, დირექტორი ყავდა. რაღაც ორგანიზებული იყო, ეს არ იყო ვიღაცა სიტყვაზე ამ ბავშვის გადაწყვეტილებით აწყობილი ყუთი და რაღაც ეს მიკრული სურათი და ინფორმაცია არ იყო რა. მე თქვენ გადამარჩინეთ და ახლა ერთად დავიწყოთ. არაერთი თაღლითობის მსვლელი გამხდარან დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებიც. მათი ორგანიზაციის სახელით თანხას ხშირად თავად ფონდის წევრებს თხოვდნენ. თვითონ დიტო ცინცაძეს სახლში მივიდნენ, დაუკაკუნეს და გააღეს და თითოს უთხრეს თვითონ რომ ჩვენ ვარ ჟურნალისტების ფონდიდან და ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. თითო გაოგნდა, იმიტომ რომ მაშინვე დამირეკა მე ხო არავინ ყავს ან სტუდენტები ან ვინმე ხო არ გამოვთხარი, არა, არავის არა აქ ჩვენი არანაირი შესაწირი ყუთი და არავინ არ დადის ესე. გადაირია თვითონ დიტოც ამ ქმედებით. ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობელი მოდიოდა მანქანით, შუქნიშანთან გაჩერდა და მივიდნენ რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებითო და შეხედა რა და უყურებს თავისი შვილის სურათია. იმ ყუთზე, რომელიც წელიწად ნახევრის წინ გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში 127 საქველმოქმედო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. კანონმდებლობით ორგანიზაცია არა სამეწარმეო, არა კომერციული იურიდიული პირის სტატუსით იქნება, რასაც იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს. ამ სახის იურიდიულ სუბიექტს უფლება აქვს სამეწარმეო საქმიანობაც კი აწარმოოს, თუმცა ეს შემოსავალი უნდა მოხმარდეს ამ ორგანიზაციის მიზნებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, იქნება ეს იურიდიული, სამედიცინო თუ თანხობრივი. ყველანაირი შემოსავალი, რასაც საქველმოქმედო ორგანიზაცია მოიწევს, მიზნობრივად უნდა იყოს დახარჯული. იმ შემთხვევაში თუ ასეთი არაკომერციული და არასამეწარმეო იურიდიული პირი აშკარად მთლი გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, მის საქმიანობა აღარ ემსახურება მიზნებს, მაშინ შესაძლებელია მისი რეგისტრაციის გაუქმება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაბამის დაინტერესებულ პირს, თუმცა ეს შეიძლება იყოს სიტყვაზე ბენეფიციარი, რომელსაც უნდა მიიღოს, ან შეიძლება ეს თეორიულად იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელიც იყოს, უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, რომ ამ პირმა ძირითადად გადაერთო მოგების მიღებაზე და მოახდინოს მისი გაუქმება ან საქმიანობის შეჩერება. კანონმდებლობა პირდაპირ მაკონტროლებელ ორგანოს არ განსაზღვრავს. შესაბამისად, თუ კონკრეტულმა პიროვნებამ მითითებულ საქველმოქმედო ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაბამისი ბრალდებით სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა, არაკანონიერი საქმიანობის შემთხვევაშიც კი საფრთხე არ ემუქრება. ასევე ვერავინ აკონტროლებს და აღრიცხავს ქუჩაში ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ყუთებით მოსიარულე მთხოვნელების შემოსავალს და მიზნობრიობას. ეს არის, ესე ვთქვათ, ბოროტად სარგებლობა ზოგი სახელის და უშუალოდ იგივე ცნობილი ფონდის ან გარდაცვლილის სახელს თუ იყენებს რომ დავეხმაროთ, ეს უკვე დადის ინდივიდუალურ შემთხვევებზე. არ შეიძლება, ვთქვათ, თაღლითობათაც დავაკვალიფიციროთ ამა თუ პირების ქმედება, ეს უკვე ინდივიდუალური შემთხვევებია, რომელზეც ალბათ უნდა მიემართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოდის ადამიანი მეუბნება, რომ არის აი კონკრეტული X პიროვნება, რომელსაც არის მძიმე ავადმყოფი, ჭირდება ფულადი სახით დახმარება. ხა თანხის ოდენობას იდეაში შეიძლება მნიშვნელობა არ კონდეს. და თუ ეხმარებიან ამ დროს ეს ადამიანი გარდაცვლილია, რა თქმა უნდა, ის მატყუებს და თაღლითობაა ეს არა არის. ყუთებით მოსიარული ადამიანების ინფორმაციით დღის განმავლობაში თითოეულ ყუთში 100-დან 120 ლარამდე გროვდება. შეიძლება ერთი და იგივე დაავადებული ადამიანის ფოტოდი ერთდროულად 3-4 ყუთი იყოს შეფუთული. ასევე ცნობილია, რომ თითოეულ დამტარებელს დღის განმავლობაში 10, 15 ან 20 ლარი რჩება გასამრჯელოს სახით. ხოლო დასახმარებელ ოჯახს 10 დღეში ან 2 კვირაში ერთხელ 100-დან 200 ლარამდე ერიცხებათ. შეიძლება ეს თანხა თვეში ერთხელაც მიიღონ. ის რაოდენობა კი, რომელიც თითოეული ყუთიდან თვეში საშუალოდ 3000 ლარამდე ადის, იმ ადამიანის თუ ფონდის ჯიბეში მიდის, ვინც ამ საქმიანობას საკუთარი შემოსავლის წყაროდ იყენებს. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, გავედით ქუჩაში და მონაწილეობას ვიღებდით ამ ექსპერიმენტში, რომელიც მიზნად ისახავდა გამოგვევლინა თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როგორც იკვეთება ხშირად საქმე გვაქვს ქველმოქმედებით ამოფარებულ ბიზნესთან. ძირითადად ჩართულები არიან ამ ბიზნესში ბავშვები, რომლებიც მათხოვრობის გზით შოულებენ თანხას და ყველაზე სამწუხარო და სავალალო არის ის, რომ ის თანხა, რომელსაც ისინი მთელი დღის მანძილზე მოწყალების გზით აგროვებენ, მიდის სულ სხვა ადამიანებთან. არის ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ სად მიგავთ ეს თანხა, აი ამბობდნენ, რომ დღის ბოლოს მათ ეს ყუთები მიაქვთ კონკრეტულად ორგანიზაციაში. არსებობს ინფორმაცია, რომ საქველმოქმედო ყუთების სხვაზე გაქირავებაც ხდება, რაც ასევე კონკრეტული ორგანიზაციისა თუ პირისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ საქმიანობით ერთდროულად საქველმოქმედო ფონდად დარეგისტრირებული რამდენიმე ორგანიზაციაა დაკავებული. მოწყალების ყუთები, რომლებიც ვრცელდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ისინი არავის არ ეხმარებიან. ეს არის უბრალოდ ისევ ერთ-ერთი სახეობა, ორგანიზებული სახეობა ფულის შეგროვებისა, რომელთაც არიან დაკავებულნი კონკრეტული ინდივიდები, ან შეიძლება ორგანიზაციები. იყო ადრე ჟღერდებოდა რამდენიმე ორგანიზაციის სახელწოდება, რომელიც იყო დაკავებული ამ მოწყალების ყუთების, ესე ვთქვათ, გაქირავებით, იმიტომ რომ ასეთი მოწყალების ყუთის თხოვნა გამოყენება როგორც წესი, მე როგორც ვიცი, ჯდება დღეში 5 ლარი. ანუ ადამიანმა რომ იაროს მოწყალების ყუთით, მან უნდა გადაიხადოს დღეში 5 ლარი იმისთვის, რომ ასეთი ყუთი მას ჰქონდეს. რა თქმა უნდა, აქ არავის არ ეხმარება ნამდვილად.
ადამიანი როდესაც ხედავს ჩვეულებრივი ფსიქიკის რეაქცია ხო ესეთია რომ ხედავს გაჭირვებული და დასნეულებული ბავშვის სურათს მისი ბუნებრივი რეაქცია შეიძლება იყოს რომ ამ წუთას უნდა დავეხმართო გადავარჩინოთ ბავშვი ანუ ბევრი ადამიანი ამას კითხვის ნიშნის ქვეშაც არ აყენებს თუ რატომ აგდებს კონკრეტულ თანხას მოწყალების ყუთში აქ არის ის რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ალბათ ბევრად უფრო ყურადღება მიექცეს ესეთი ტიპის მოწყალების ყუთებს და რატომ აქ გულისხმობ ისეთ სტრუქტურებს რომლებიც ძალოვანი სტრუქტურები არიან პირველ რიგში ბავშვი რომ დადის მე ბავშვზე გავაკეთებ აქცენტს იმიტომ რომ ბავშვებზე მუშაობ ბავშვის თემაზე ბავშვი რომ დადის მოწყალების ყუთით და აგროვებს თანხას ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არის ერთ-ერთი პოპულარული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლების ძირითადად მეტროსადგურებში ყუთებით გადაადგილდებიან, მომავლის იმედი ბავშვებს არის. მისი ხელმძღვანელი კი თეონა ახალკაციშვილია. იმის მიუხედავად, რომ მეტროში გამოკითხული მთხოვნელების უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ფონდთან თანამშრომლობს და ყუთებში შეგროვილი თანხაც მასთან მიაქვთ, თავად აცხადებს, რომ ამჯერად მხოლოდ ერთ ბავშვს ეხმარება. რამდენი ყუთი გაქვთ დაახლოებით? 2 ხოლო ორი ყუთი გაქვთ, ჩვენ რაღაც უფრო მეტი შეგვხვდა, ვინც თქვენი არა, ჩვენი არ შეხვდებოდა თან. 2 ყუთი მაქვს ახლა ამჟამად. ამჯერად მოძრაობს მარტო 2 ყუთი? კი, ბატონო, ძალიან დიდი ხანია, 1-4 თვე მაინც არის მეტიც. ვის ეხმარებით დიახ ამ ყუთებით? ამჟამად ვეხმარებით მიხეილ სვიტარიძეს. რა ჭირს? ხერხემლის 6 უმძიმესი დაავადება აქვს. ხერხემლის უმძიმესი დაავადება, რაში გამოიხატება? ანუ ჩამონათვალი ახლა ზუსტად კიფოსკოლიოზი აქვს, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც ჭირს ამ ბავშვს. რამ ხელა? 17 წელს. ნუ რამდენ ხანში ერთხელ ურიცხავთ? თვეში ერთხელ? არა, თვეში ერთხელ არა. იყო შემთხვევა, როცა დავუშვათ ბავშვი მასაჟებს იკეთებდა და თვეში ერთხელ ურიცხავდა. იყო შემთხვევა რამდენიმე წლის უკან. მაგრამ ეხლა ამჟამად უკვე ვაგროვებთ ამ თანხას გვიდევს ანგარიშზე და როცა უკვე გავუშვებთ ბავშვს, ანუ წავა ბავშვი გადავურიცხავთ სრულ თანხას რაც იქნება. წავერას ნიშნავს. ისრაელში უნდა გავუკეთეს ახლა ამჟამად ამ ბავშვს ოპერაცია. ისრაელში? და მაშინ მიცემთ ამ თანხას, მაგრამ თქვენ ხო გქონდათ ესეთი მოლაპარაკებები მშობლებთან, როდესაც 10 დღეში ერთხელ ურიცხავდით, 2 კვირაში ერთხელ ურიცხავდით. არა, სისულელეს მელაპარაკებით მართლა. ბოდიში? სისულელეს მელაპარაკებით. არა, ლაპარაკობთ. მაშინ მომიყვანეთ ისეთი კორექტულად რომ ესაუბრეთ, გამიხარდება. მომიყვანეთ ისეთი ადამიანი, მაშინ ვინც მაგას იტყვის მე დაპირისპირებას თქვენთან არ ვაპირებ, უბრალოდ მე ჩავწერე ადამიანები მეტროში, რომლებიც ამბობენ, რომ მუშაობენ თქვენთან. ისინი აგროვებენ კონკრეტულ თანხას, კონკრეტული ბავშვებისთვის, რომლებსაც ურიცხავენ 10 დღეში ან 2 კვირაში ერთხელ შეთანხმებისამებრ 100 ან 200 ლარს, თვითონ ყოველდღიურ ხელფასს იღებენ 10-15 ლარს, დანარჩენი ფული მოაქვთ თქვენთან. შეცდომით ხართ მაშინ. პარკეტში კი ბატონო, კი საქველმოქმედო ორგანიზაცია თვითონ ამბობენ ესენი, ალბათ თქვენც ნახავთ ამას ეთერში. კი ბატონო, ჩემი მისამართი ძალიან ბევრმა იცის და შეიძლება ვიღაცა მისარგებლოს ჩემით. ხო არ არის ესეც გამორიცხული? ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც საქველმოქმედო ყუთებიდან შემოსულ თანხას აძლევდნენ, ამიაკ მანუკიანია. მის შვილს მძიმე დიაგნოზი აქვს, ოჯახი კი სოციალურად დაუცველია. თბილისის ცენტრალურ გამზირზე მოწყალების მთხოვნელ ყუთიან ქალბატონს ყველა იცნობს. როგორც ჩანს, თანხას დაავადებული ბავშვისთვის აგროვებს, თუმცა განმარტებებს ჩვენთან არ აკეთებს. რატო იმალები, კაცო, მითხარი, ყუთით დადიხარ, ბავშვის ფოტო გაგდა. ვინ არის ბავშვი? ვინ არის ბავშვი? ის არავითარ ბავშვს არ ეხმარება. იღებს იქიდან ფულს და სიგარეტს იღებდა. თქვენ დაგინახავთ ეს?
როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად მიზანმიმართულად გამოიყენება ის თანხა, რასაც ჩვენ კონკრეტული ადამიანის გამოჯანმრთელებისთვის თუ უბრალოდ დასახმარებლად ვარიგებთ. როგორც აღმოჩნდა, არანაირი გარანტია იმის, რომ თანხა დანიშნულებისამებრ იგზავნება არ არსებობს და ამის კონტროლსაც არავინ ახდენს. თბილისის ქუჩებსა და ტრანსპორტში კი სულ უფრო ხშირად გვხვდებიან ყუთებზე განთავსებული ამა თუ იმ გამოგონილი თუ რეალური დიაგნოზით დაავადებული ადამიანების ფოტოებით მოსიარულე მოწყალების მთხოვნელები. როგორც გაირკვა, ყუთებიანი ქველმოქმედება ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესია მათთვის, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული. თანხის გარკვეულ რაოდენობას დახმარების საჭიროების მქონე ოჯახები კი იღებენ, თუმცა ეს სხვაში წვეთია იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელსაც მოწყალების მთხოვნელები ყოველდღურად ჩვენი მეშვეობით აგროვებენ. რადგან ამ სფეროს რეგულაცია არ არსებობს, ხოლო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია, რჩევს პირდაპირ ყველანაირი ყუთიანი შუამავლის გარეშე მოვახერხოთ მათი დახმარება, რადგან ჩვენს მიერ გაღებული თითოეული ლარი სწორედ იმ დანიშნულებით წავიდეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.